მოგესალმებით მომდევნო ვიდეოში გეგმილური ხაზვის საბაზისო კურსზე. დღეს როგორც შეგვიძლია გავაკეთებდით დეტალს, რომელზეც უკვე გამოვიყენებდით წინა ვიდეოში განხილულ ელიფსებს. ასეთი დეტალი მოვიგონე და წებავაგე. სამივე მდებარეობის ელიფსი დაგჭირდება, ოვალი ელიფსი ერთ და იგივეა. და მაგრამ ალბათ შენიშნავს, რომ არც ერთი არ არის სრული, რადგან იშვიათად თუ შეხვდებით ხოლმე მთლიან ცილინდრულ ხვრელებს, რა თქმა უნდა, არის ძირითადად მექანიკურ დეტალებზე არის, აი ასეთ ვარიანტში თუ იქნება, აი აქაც ნახეთ რომბები არის. მოკლედ აი ესეთ ვარიანტში თუ შეხვდებით და პრინციპი იგივე და მარტივია ძალიან. უფრო ხშირად მე პირადად შემხვედრია ესეთი დეტალები, როდესაც აბიტურიენტებს ჭირდებათ ხოლმე ახლა ძირითადად ასეთი რაღაცები და ისეთი ისინია, რომ ძირითადად აი ეს კონფიგურაცია ხოლმე ან ნახევარ წრეწირი, ან მეოთხედი წრეწირი, არ აქვს მნიშვნელობა, ყველასთვის ერთი და იგივე პრინციპი უნდა გამოვიყენოთ. სამდეშიც შეგახედებთ აი ამ დეტალს, აი ესეთი რაღაცა არის, რომელიც სიმეტრიული არის, წინხედსაც რო უყურებთ, როცა ვერთხეთს უყურებთ და როცა ზეთხეთს უყურებთ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ აი ეს თითოეული სიმეტრიის ღერძი, ამგვარად არის განაწილებული. რა თქმა უნდა, ხა ცალკე ვიდეო აღარ ჩავწერე ამათი დახაზვის პროცესზე, რადგან წინა ვიდეოებში თუ კარგად გაერკვიეთ, მგონი ამაზე აღარ უნდა დაგჭირდეთ ჩემი დახმარება, აი ეს დეტალი რაც ავაგეთ, ყველაფერს მოიაზრებ და იმ ცოდნისთვის რაც შეიძლება აქ გამოგადგეთ და დაგჭირდეთ, რომ ეს ამ დეტალის ხედები ამ დონემდე ააგოთ. ხოლო რაც შეეხება აქსონომეტრიას, დავიწყებ ახლა იზომეტრიის ხაზვას, შეიძლება ყველაფერზე დაწვრილებითი კომენტარი არ გავაკეთო, რადგან ესეც უკვე განხილული გვაქვს, ხოლო თუ რაიმე ესეთი ნიუანსური იქნება, მას რა თქმა უნდა ჩავუღრმავდები, მაგრამ ძირითადად ზერელედ ავაგებ ბევრი კომენტარის გარეშე ძალიან დეტალს. დავიწყებ, როგორც ის ამ კუთხიდან ვიწყებ ხოლმე და მიმარტივდება სიმეტრიის ხაზებს აქ დიდად არ ნიშნავდი, არ მადარდებს ხოლმე ეგ ფაქტები. დავიწყოთ, ჯერ ზემოთ ავდივარ ხოლმე რამდენითაც არის ასასვლელი, შემდეგ აქეთ. შემდეგ აქეთ მხარეს გავაგრძელებ, რომლის ზომაც 60 იყო, ქვემოთ ჩამოვიტანოთ, ასე და თუ შეგიძლიათ, ყოველთვის გირჩევთ, რომ დაასრულოთ ხოლმე ბაზა და შემდეგ გააგრძელოთ უკვე დანარჩენი დეტალის ხაზვაც. ეს აქეთ 10-ით შემოდის. ესეც მოვიყვანოთ, და შემდეგ 30-ით, 45-ით ზემოთ, უბრალოდ ხაზებირად მახსოვს ჩემი მოგონებული დეტალია და ამ დროს ასეთ ვიზე გამახსოვრდება ზომები. ეს ჩავსვათ, ესეც 50-ზე და ეს 10-ზე. ჩვენიც პარალელურად გავაკეთოთ. ეს ამის პარალელურად ამ წვერამდე, აი ესე. ესეც შემიძლია მთლიანად გავაკეთო ბარემ. მერე კი დასასვლელი იქნება მაინც, მაგრამ ბარემ მოვიშორებ, აქაც ორი მიმართულება, მესამეც დამჭირდება. კარგი ბატონო, აი ჯერ ამათ არ ვაქცევ ყურადღებას, ისე ვაგებ, თითქოს არც კი არსებობენ მანდ. ეს წესით 60 უნდა იყოს კი ბატონო. 60. ასე, ეს ასე. აქამდე 20-ით გადმოვიდეთ. ჭანდა. 20. ეს დავასრულოთ, აქაც რამდენი მიმართულება, 1, 2, მესამე დაგვრჩა. ამ მიმართულებით და, იქით არ ვიცი ჯერ რა ხდება. ესენი შემიძლია წავშალო. და, ესკიზურად მოვხაზეთ, რაც უნდა იყოს ეს დეტალი, ხო? დავიწყოთ ახლა უკვე ელიფსებზე ფიქრი. ჯერ დავიწყოთ მაგალითად აი ამ ელიფსით, ისევ და ისევ გვაინტერესებს, სად არის მისი ცენტრი განთავსებული. სიმეტრიის ღერძზე, ასე რომ მოწოდოთ ამის შუაში უნდა იყოს. აი აქ არის და უნდა დავფიქრდეთ ახლა ეს რომელი არის, ეს არის წინხედის, წინხედზე ვხედავთ მხოლოდ z და x კოორდინატებს, y-ის არის, მაგრამ წერტილაშენს და ყურადღებას არ ვაქცევთ, ზომა სადაც შემიძლია გავიგო, მაგას ვსაუბრობთ. ანუ აი ეს ზედაპირი შედგენილია
სიმაღლისგან და სიგრძისგან, მოდი ასე უხეშად ვთქვათ, ხო? შემდეგ უკვე შეგვიძლია, მოდი ამას სხვა ფერს ავიღებ, რომ არ დავიბნეთ. აი, აქ არის ეგ ცენტრი, აი ამ ადგილზე. და ცენტრზე ვიცით, რომ უნდა გავავლოთ აი მიმართულების z-ისა და x-ის პარალელური წრფეები, ხო? ეს უკვე ავტომატურად გავლებულია და აღარ მჭირდება z-მეტის გავლება, უბრალოდ აი ამას დავამატებ, აი ესე. შემდეგ რასაც ვაკეთებდით, იყო აი იმ რადიუსის მონიშნა, რაც 22-ია, როგორც მახსოვს, კი ბატონო. წრეწირს გავავლებ ახლა მე მთლიანად, აი ესე. და როგორც კი წრეწირს გავავლებ, სადაც ეს ღერძები გადაკვეთა, მანდ ვიწყებთ უკვე პარალელური წრფეების გავლებას. აი ამ წერტილზე, ნუ ახლა რის პარალელურს გავავლებ, რა თქმა უნდა, ამისას, ხო? აი ესე. გამდა. მე ამ წერტილიდან, ნუ ახლა იქ ზუსტად შევწყვიტე, უბრალოდ ამ წერტილიდან შემიძლია მე აი ესეთი ვერტიკალური წრფე გავავლო. იგივე z-ის პარალელური, ესეც აქეთ გამოვაგრძელო, აი ეს უკვე აქედან ან აქედან ნახეთ, ერთსა და იმავე წერტილზე გაიარა, შემიძლია ავაგო და მორჩა რომბი დაიხაზა. აი ახლა უკვე რა მჭირდება ამ რომბის რომელი ნაწილებია საჭირო ამ ყველაფრისთვის. რა თქმა უნდა, ამ ცენტრს არ გამოვიყენებთ, რადგან ეგ ამ ნაწილს ხაზავს, ამ რკალზე არის პასუხისმგებელი და არაფერში არ მჭირდება. შესაბამისად, აი ამას გამოვიყენებ, აქედან აქამდე ამ რკალს დავხაზავ. კი ბატონო, გაკეთდა ეს რკალი, მაგრამ აქ მეორე ნაწილიც გჭირდება, როგორც გვახსოვს. ამისთვის უბრალოდ აი ამათ შევაერთებ, ნახეთ, ბლაგვი კუთხიდან მოპირდაპირე გვერდის შუა წერტილამდე, აი ესე, ორივე მიმართულებით თუ მაგას ვიზამთ, მივიღებთ აი ამ წერტილს. და უკვე მივიღებთ დასრულებულ ელიფს. ხოლო აი აქედან ახლა როგორ ვიქცევით, რა თქმა უნდა, ეს არაფერში აღარ მჭირდება და აი აქ ერთ რამეს დავაკვირდეთ, ხო, საკმაოდ არაბუნებრივად გამოიყურება. დავაკვირდეთ ახლა აი ამ წერტილს, რამდენი მიმართულება გვაქვს, ერთი არის ეს მიმართულება, მეორე, აი ეს მიმართულება, მესამე რაღა დარჩა, ხო? აი შეიძლება ახლა მითხრათ, რომ იქნებ z მიმართულება დარჩა, ხო, და უნდა წავიდე ზემოთ, ასე, ხო, მაგრამ არა. x მიმართულება აი ამან გაიტანა, ასე ვთქვათ, შემდეგ სიმაღლე ამან მიანიჭა, სიგანი არ აქვს აი ამ გვირაბს, ასე ვთქვათ. ამიტომ სიგანე უნდა მივანიჭოთ ამას. რა თქმა უნდა, ეს იქნება y-ის პარალელურად და ყოველთვის სადაც აი ეს რკალი დაიწყო, ყოველთვის მაგას შეუერთდება და ესეც ერთ-ერთი დამთხევა არის იზომეტრიაში. ეს ნაწილი დავასრულეთ, ახლა უკვე უნდა ვიზრუნოთ აი ამ z-ხედის ელიფსზე, ხო? აქაც იგივენაირად გვაინტერესებს, სად არის ამის ცენტრი? ცენტრი მდებარეობს აი ამ ხაზზე, იგივე აი ამ კიდეზე. შეგვიძლია მოვნიშნოთ. აქ ახლა კომპიუტერი მინიშნავს და ჩემთვის კომფორტულია, მაგრამ წერტილი ან რამე დასვით, რომ მინიშნება გქონდეთ. შემდეგ ერთ-ერთი წრფე, ახლა დავფიქრდეთ, ხო, რომელი მიმართულებებია z-ხედში გვაქვს x-ი და y-ი მიმართულებები. შესაბამისად, გვჭირდება ერთი y მიმართულება, რომელიც უკვე ავტომატურად გვაქვს და გვჭირდება x-ის მიმართულება, რომელსაც ამ წამსვე აი ესე ავაგებ და მივიღეთ აი ასეთი უკვე ღერძები, ხო? შემდეგ ვიცით, რომ ღერძებზე წრეწირს ვაგებთ, რომელიც არის, ანუ უბრალოდ გადავზომავთ, რომელიც იგივე რადიუსის არის, რაც ესენი, ჩვენთან ეს არის 15. თუ სწორად მახსოვს, არა 20 ყოფილა. კარგი ბატონო, შემდეგ უკვე, სადაც ნახეთ, ეს ღერძები ამაზე და ამაზე მაქვს საუბარი, გადაკვეთა აი ამ წრეწირმა, მანდ უკვე ვიწყებთ ამ ღერძების პარალელური წრფეების გავლებას. აი ესე. გააგრძელეთ, იქით აქ რო დაემთხვა, ეგ არაფრით არის კავშირი არ აქვს ამასთან, უბრალოდ დაემთხვა. აქაც უბრალოდ დაემთხვა, არავით არის კავშირი არ აქვს, არ გეგონოთ. შემდეგ დანარჩენები შეგვიძლია წავშალოთ, რაც ზედმეტია. ასე. და უკვე დავიწყოთ აგება შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ახლა ამას ვერაფერში ვერ გამოვიყენებთ, ეს არ ჭირდება გაცდა საერთოდ ფიგურას, ამიტომ აქედან დავიწყებ და აი ამას დავასრულებ, შემდეგს უკვე როგორც აღნიშნეთ, აი ამას გავაკეთებ, აქეთ არც კი ვხაზავ, იმიტომ რომ ეს ნაწილიც არაფერში არ მჭირდება, შესაბამისად მარტო აი შესაბამისად მხოლოდ აი ამ რკალს დავხაზავ და მორჩა მაგით.
ამათი წასვლა უკვე შეიძლება. მოდი აქ დავაკვირდეთ ახლა იმას, რომ წავშლით რა მიმართულებები როგორი გვექნება, 1, 2 და მე-3 ასე გვექნება. მაგაც ანალოგიურად და ქვემოთაც გასაკეთებელი გვაქვს ახლა ამის პარალელური. ანუ ეს ახლა მე შემიძლია ხელით პირდაპირ ჩამოვიტანო აქ და კომპიუტერით, მარტივად გავაკეთო, მაგრამ ასე მარტივად ფანქრით დასახაზავით ვერ ვიზავთ, ხო? მით უმეტეს ფარგლით კიდევ. წინა ვიდეოში ჩვენ ვისაუბრეთ, რომ აი ამათი მოდი ამ რომს დავაბრუნებ მაინც, რომ კარგად დავინახოთ, რაზე მაქვს საუბარი. ჩვენ წინა ვიდეოში ვისაუბრეთ მარტივად სიღრმის ან სიგანის მიცემაზე, როდესაც ელიფსებზე ვსაუბრობთ, ხო? იდეაში უნდა დაიხაზოს თავიდან ეს რომბი, ქვემოთ, ზუსტად 15 მმ-ით ქვემოთ და მასზე გაკეთდეს დანარჩენი ცენტრები და ასე შემდეგ, მაგრამ მარტივი გზაც არსებობს, აი ეს რკალი უნდა ჩამოვიდეს ქვემოთ. თუ ამის ცენტრს იმ მიმართულებით წავიღებ, საიდანაც ეს რკალი უნდა წავიდეს, ამ შემთხვევაში ქვემოთ და იმდენით, რამდენითაც უნდა წავიდეს, 15-ით, აგრეთვე ეს წერტილი ჩამოვიდა აქ, ავტომატურად უკვე მონიშნულია და აღარ გვჭირდება, ამიტომ ავიღებ ახლა ფარგალს. სანამ ფარგალს ავიღებ, შემიძლია ესეც გავამზადო 15-ით ქვემოთ ჩამოვიტანო, რომ ვიცოდე სად გავჩერდე და შემდეგ ფარგალს თუ ავიღებ, აქ ჩავარჭობ, აქამდე გადავზუმავ და აქამდე მოვიყვან, მივიღე რკალის ეს ნაწილი. რაც შეეხება ახლა ამას. მაგის ასაგებად იგივენაირად ვიქცევით, ცენტრი ჩამოვიტანეთ, აი ესე. რამდენით, ხო, 15-ით, ამე ზედმეტი ავიღე. ავიღეთ ფარგალი, აქ ჩავარჭეთ, მივიტანეთ აქამდე და მხოლოდ აი ნახეთ ეს რკალი შემომხაზი. უკვე დასასრული არც მაინტერესებს, აქვე დასრულდება ჯერ ეგ-ერთი, მაგრამ აი ნახეთ, არაფერში არ მჭირდება დანარჩენი. მხოლოდ ეს ნაწილი მაინტერესებს. აი აქ შევხედოთ, მოფარებულია, ხო, აი აღარ ჩანს ეგ ნაწილი. ახლა ამათ უკვე ზედმეტს ავშლი, აღარაფერში აღარ გვჭირდება. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თავიდანვე რომბი ააგოთ კიდევ ერთხელ და ისე დახაზოთ, მაგრამ ზედმეტი წვალებაა, როგორც გითხარით. ახლა რაც შეეხება უკვე გვერდხედის ელიფსს, აი ამ წრეწირზე მაქვს საუბარი, უფრო სწორად ნახევარ წრეწირზე. ისევ და ისევ ცენტრი გვჭირდება, ეგ მონიშნულია ავტომატურად, გვერდხედისზე ვხედავთ ჩვენ z კოორდინატსა და y კოორდინატს, შესაბამისად მაგორს გამოვიყენებთ. ახლა აქ რომელი ღერძები ხო, რა თქმა უნდა, ეს ღერძი, რაც ავტომატურად მონიშნული იყო. დავიწყოთ და გავავლოთ აი ესე. შემდეგი უკვე აქედან, დავიმახსოვროთ, სადაც წრეწირი გადაგვეთა, აქედანაც ნახე, ემთხვევა ერთსა და იმავე წერტილს, უბრალოდ არ დაიბნეთ, ერთხელ თუ ერთი გამოვიყენე, მეორეჯერ მეორე. აქაც დამთხვევა არ გეგონოთ. სიახლოვეს ჩაიარა ამ შემთხვევაში, არც კი დაემთხვა. რომბი ავაგეთ, რომელსაც ახლა, რა თქმა უნდა, რომელი ნაწილი გვჭირდება ამ ყველაფრის. ავტომატურად უკვე შეგვიძლია ეს ნაწილი დავხაზოთ. ამისთვის ცენტრი დაგვჭირდება, რომ ვიპოვოთ, და ამასაც მარტივად ვიზამთ, აი ესე. ზედმეტები შეგვიძლია წავშალოთ, ამას მოდი ჯერ ფერს შევუცვლი. აი ესე იყოს, რომ დაგვჭირდება შემდეგისთვის, აი ამის გაგრძელებისთვის. ახლა კიდევ დავაკვირდეთ ამ ადგილს. რამდენი მიმართულება გვაქვს? მხოლოდ 2, 1, 2 და მე-3 დაგვრჩა, ხო? ბოლომდე გავაგრძელეთ, აი ამ ხაზს ვაკეთებთ ახლა. აქაც ანალოგიურად გავაკეთეთ და გვჭირდება, რა. აი აქ უნდა შეივსოს ეს ნაწილი, როგორც აი ნახეთ, აქ არის გაკეთებული. როგორ მოვიქცეთ? ცენტრი გადავიტანოთ ისევ, იქ ცალკე რომბის აგება ცოტა სისულელე მიმაჩნია მე პირადად. შესაბამისად, აი ამ ცენტრს, რომლითაც აი ეს ნაწილი არის აგებული, თუ გადავიტან აქეთ 60-ით, შემდეგ ფარგალს თუ ჩავარჭობ და აი ესე მოვატრიალებ, ნახეთ, ზუსტად აქაც ძალიან დიდი დამთხვევაა ხოლმე, ყოველთვის ასე იქნება, აი აქ დასრულდება ზუსტად. რადგან აი დააკვირდით, ეს რო წამოვიღო, ამის დასრულების წერტილი შეეთავსება ან დაემთხვევა აი ამ წრფეს. შესაბამისად, მარტო ერთი რკალის, ანუ ნახეთ, ერთი წერტილის მოძებნა დამჭირდა, მეტი არაფრის, იმდენად მარტივად გამოვიდა ეს ან ნაწილი
როცა წესით უნდა ამეგო რამთლიანი ელიფსი, ხო? შესაბამისად აქ მარტივად გამოვძვერით და ახლა უკვე შეგვიძლია წავშალოთ ეს ზედმეტი ხაზები. ნუ ერთი შეხედვით დავასრულეთ დეტალი, მაგრამ აქ რაღაცა ნიუანსებია, დავაკვირდეთ აი ამ ნაწილს, რომელიც არის რამდენი 10, ხო? აქ რამდენი არის? 18, ასე არ უნდა იყოს აშკარად, ხო? და ამას თუ მოდი აქეთ გადავიტანთ, დავინახავთ აი სად უნდა დაიწყოს ელიფსი, ხო? მაგრამ ამ ელიფსის ახლა ცალკე ცენტრის მოძებნა და რაღაცა ცოტა სისულელე მგონია მე პირადად, ხო? რა თქმა უნდა მოიძებნოს ეს ყველაფერი, მაგრამ ნორმალურად მიმაჩნიათ ამას ფრიჰენდით, აი ესე გააკეთებთ. აი ეს. და აი წარმოგიდგენთ ამ პატარა რკალისთვის უნდა აგვეგო თავიდან ბოლომდე რომბი, ხო? აი ცოტა სისულელეა რა, ამიტომ გავიმარტივოთ ამით საქმე. ნუ დეტალის აგება ამით შეგვიძლია უკვე დავასრულოთ და ვთქვათ რომ всё მორჩა. შემდეგ ვიდეოზე უკვე განვიხილავთ ჭრას, პრინციპებს აგიხსნით, როგორი ჭრები არსებობს, ამ დეტალსაც ალბათ გავჭრით. ხედებზე აღნიშნავთ ჭრას და უკვე შემდეგ ვიდეოში, მაგის მომდევნო ვიდეოში უკვე განვიხილავთ ზომების დაწერას და გაფორმებას ნახაზისას. დღეს მოდი ამით დაგემშვიდობებით, იმედია გამოგადგათ ეს ვიდეო, თუ რამე კითხვა გექნებათ კიდევ რა თქმა უნდა შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარის სახით და ვეცდები მაქსიმალურად რომ გიპასუხოთ. მადლობა ყურადღებისთვის და მომდევნო შეხვედრამდე.